მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები მინსკში, სადაც არის ძველი ქალაქი, ისტორიულად ძველი ქალაქი, აი როგორც ძველი თბილისი, ისევე ძველი ქალაქი არის აი აქ და ძალიან ისე ფართო ქუჩები და ეს არის საკათედრო ტაძარი, თქვენ ხედავთ მინსკისა და აი ეს არის ბელორუსიის საპატრიარქო პირველი ეგზარხოსი მიტროპოლიტი ფილორეტი, რომელსაც ბრინჯაო ქანდაკება დაუდგეს. ის დაჯილდოვებული იქნა როგორც ბელორუსიის გმირის წოდებით, ძალიან დიდი მნიშვნელოვანი როლი შეიტანა მან ბელარუსიის სასულიერო ცხოვრების მიმართულებით, ეკლესია მონასტრების გახსნის საქმეში და მას ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. ერთ-ერთი გავლენიანი ეგზარქოსი იყო, პირველი ეგზარქოსი იყო ფილორეტი და მას სიკვდილის შემდგომ ეს ძალიან ლამაზი ბრინჯაოს ქანდაკება დაუდგეს. აი აქ არის კიდე ერთხელ მნიშვნელოვანი ჩვენთვის ქართველებისათვის, იმიტომ ეს ადგილი, ძველი ქალაქი, მიტროპოლიტი ფილორეტი, საკათედრო ტაძარი, ასევე აი ხედავთ საქართველოს დროშას, ეს არის საქართველოს საელჩო და პირდაპირ ცენტრში არის განთავსებული დაბლა რესტორანია, მეორე სართულზე არის, იქ არის ჩვენი საელჩო. აი აქ არის მდინარე, ძალიან ლამაზი, აქ ქალაქის ცენტრში ხედავთ როგორ ნავებით დაცურავენ ღამითაც და დღისითაც, განსაკუთრებით ღამით როცა გრილა და ერთიც არის აღსანიშნავი, რომ აი როდესაც აქ გამოსვლები იყო, ერთიც რითიც უნდა აღინიშნოს ეს მოედანი, აი იქ იკრიბებოდნენ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ფინანსდებოდნენ დასავლეთიდან. ეხლა იმ პერიოდში საქართველოს საელჩო რამდენად იყო ჩართული ამ ყველაფერში არ ვიცი, მაგრამ აქ რიგდებოდა, ეს არის ისეთი მდიდარი რაიონი, აი როგორც ეხლა მაგალითად ლესელიძეზე რო გაიარო შარდენზე, აი ესეთი ადგილია ესეც, აქ არის ბარები, რესტორნები, ჯვირადღირებული და ყველანი ესენი მხარს უჭერდნენ მაშინ იმ ოპოზიციას და ნუ მაშინ როგორც დამთავრდა, კარგად იცით, აი ამ კაცმა ჩემმა გმირმა ბელორუსიის პრეზიდენტმა ეს ხალხი თავის ადგილზე დააყენა. და ნუ მოკლედ ხედავთ აი სილამაზეს, აი ძალიან ლამაზი ეკლესიაებს. მე ვფიქრობ, რომ როდესაც თქვენ მინსკში ჩამობრძანდებით, აუცილებლად აი ეს ადგილები უნდა მოინახულოთ ძველი ქალაქის.